გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასა და ზურაბ თორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: ნატოს გენერალური მდივნის მიმართვა. მიამბე აფხაზეთზე, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. გაგაცნობთ ექიმს მარინა გელანტიას. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. სასტუმრო ბესტში დევნილთა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კვლევის ძირითად განმახორციელებლებთან ერთად შედეგების წარდგენის ღონისძიებას უმასპინძლა. საქართველოს მთავრობასთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვცდილობთ დევნილებს გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. დევნილთა პროგრამა 4 უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა აქვს ევროკავშირიდან, რაც შეადგენს 20 მილიონ ევროს. ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა მივახციოთ მიზანს. წლების განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ დევნილების საარსებო წყაროს გაუმჯობესებისა და მათი ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ გვჭირდება სამომავლო გეგმების დასახვაც და ვიმედოვნებთ მსგავსი პროცესი კვლავ გაგრძელდება. მსგავსი ვორქშოპის წყალობით ჩვენ მზადვართ მოვისმინოთ ახალი იდეები და ამ პროცესში ჩავერთოთ ყველა, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს. დიდი იმედი გვაქვს დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერის და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომლებიც აქტიურად გვეხმარებოდნენ. კვლევის მიზანი არის გამოვიკვლიოთ ძირითადი საჭიროებები, რაც არის დევნილებში, იმიტომ რომ შეიძლება საავადმყოფო მხარჯოს უამრავი ფული და ეს ფული იყოს უბრალოდ წყალში გადაყრილი იმ გაგებით, რომ ნაკლები ეფექტი მოიტანოს, თუ ზუსტად არ ვიცით, საით უნდა მივმართოთ დახმარება და სწორედ ამას ისახავდა მიზნად ეს კვლევა. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ ჩვენ იცით მოგეხსენებათ შევქმნით CP, რომლის დანიშნულება არის საარსებო წყაროების მოპოვება დევნილებისათვის, რომ დავეხმაროთ მათ ბიზნესების განვითარებაში, სამსახურის შრომაში, გადამზადებაში. კვლევებმა დაადასტურა, რაც წინასწარ ინფორმაცია მაქვს, რომ სწორედ ამ CP-ის გაძლიერება და ამ მიმართულების გაძლიერება არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. კვლევის ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები დევნილთა საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს წარედგინათ. ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები. ასე ეწოდებოდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ სოხუმის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო კვლევის შედეგების ფართო ფენებისთვის გაცნობა, იმ საკითხების წამოწევა, რომელიც კონფლიქტის მიმდებარე ზონაში მცხოვრებთ აწუხებს და კონსტრუქციულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში ქალთა მონაწილეობა. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმ კვლევის შედეგების გაცნობას, რომელიც ეხება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს და ამ პროცესში ქალთა მონაწილეობას. სამწუხაროდ ამ მხრივ ქალის როლი არც ისე დიდია და სხვადასხვა პრობლემის წინაშე ვდგებით. დღეს არაერთი პრობლემა იჩენს თავს და მათ შორისაა კონფლიქტის საკითხიც. ეს გარემოება ხელს გუშლის მშვიდობიანად ვიცხოვროთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ გამოვასწოროთ ეს პროცესი და როგორ გავზარდოთ ქალის როლი. ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, განათლებაზე, ჯანდაცვის საკითხებზე და საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების შესახებ, რაც ქალთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამომავლოდ გეგმავთ გავაძლიეროთ ამ მიმართულებით მუშაობა და პარტნიორობის სახით ჩავრთოთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩატარებულ კვლევაში სულ 18 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ფოკუს ჯგუფის მეთოდით გამოკითხულია 8, ხოლო ჩაღრმავებული ინტერვიუს გზით 10 ადამიანი. ეს არიან ის რესპონდენტები, რომელთაც კონფლიქტურ საკითხებთან უშუალო შეხება აქვთ. კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საზოგადოებაში ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულობის დონე მეტად დაბალია, რაც თავის მხრივ კონკრეტულ მიზეზებთანაა დაკავშირებული. ასევე გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობის ზრდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მათი აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ სფეროში. ფონდისა და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის სოხუმის ორგანიზებით გამოიცა სპეციალური წიგნიც, რომელიც მკითხველს კვლევის მნიშვნელობის უკეთ გაგებასა და გააზრებაში დაეხმარება. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც და გაიმართა დისკუსია. კონფლიქტების სამშვიდობო მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის, გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის შენების საკითხზე. ქალები მონაწილეობენ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში და არაერთი გამოჩენილი ქალი ყავს საქართველოს ამ კუთხით
მაგრამ რა თქმა უნდა, აქ უფრო კონკრეტულად იყო ლაპარაკი აი ჟენევის პროცესში მონაწილეობაზე. ქალები უნდა მონაწილეობენ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში. და ამ პროცესს პრაქტიკულად დღეს მსოფლიოში ფართოდაა გახსნილი გზა. წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი კვოტირებისა საერთოდ, რა აი ამდენი კაცი იქ, ამდენი ქალი იქ, კაცის და ქალიც უნდა იყოს იმ დონის მომზადებული, რომ თვითონ შეძლოს იმ ადგილის დაკავება, რომელიც მას ეკუთვნის. ეს იქნება ალბათ უფრო ყველაზე კარგი შედეგი და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალები ამის შემძლენი არიან. ძირითადი ასპექტები, რომელიც იყო განხილული ამ კვლევაში, ის იყო რამდენად ინფორმირებულია დღეს საზოგადოება ჟენევის მოლაპარაკებების საკითხებზე, რამდენად არსებობს ინტერესი და მიაჩნია თუ არა მას, რომ მისი ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი უფრო მეტად, ვიდრე ის არსებობს, თქვათ დღეს, რა სახის პრობლემები ან რა სახის საკითხები არის მიზანშეწონილი და სასურველი განიხილებოდეს ამ პროცესში, როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უფრო მეტი გააკეთონ და თავისი სიტყვა თქვან ამ პროცესში და რა თქმა უნდა, რა სახის მექანიზმები არსებობს დღეს და როგორ შეიძლება ის ავამუშაოთ უფრო ეფექტურად, რომ ქალი ჩაერთოს ამ პროცესში გაცილებით უფრო ეფექტურად. კვლევა საინტერესოა ალბათ იმითაც, რომ მან ძალიან მკაფიო მრავალმხრივი რეკომენდაციები დადო, რომელიც რა თქმა უნდა ეს არის ჩვენთვის მექანიზმი ადვოკატირების, რომელიც მიეწოდება სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით და რომელიც იქნება გაჟღერებული უფრო ხმამაღლა უფრო დიდი პუბლიკის წინაშე. და იმედია, რომ ის თემა, რომელიც დღეს მეტნაკლებად მიჩუმათებულია, ცოტა კიდევ უფრო რეზონანსული გახდება და საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის. შეხვედრა გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანური უსაფრთხოების განყოფილების მიერ მხარდაჭერილი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებდნენ ფონდი სოხუმი და პარტნიორი ორგანიზაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე 2015 წლის ანგარიში წარადგინეს. კონფერენციის დასასრულს კი წესდებაში შესატანი და აღმასკომში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები ითვალისწინებს სუბიექტების უფლებების გაფართოებას, სუბიექტების ჩამონათვალის დამტკიცებას და იმ წინადადებების, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგცა, იმ წინადადების გათვალისწინებას, რომელიც UEFA-ს და FIFA-ს რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. ვესო ჩიხრაძის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრად არჩევასთან დაკავშირებით მოხდა ცვლილება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში და მის მაგივრად იქნა არჩეული ალექსანდრე მეტრეველი. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ამ ცვლილებას, რადგანაც ვესო ჩიხრაძე არის გამორჩეული ფიგურა ქართულ ფეხბურთში, წლიდან წლამდე ის როგორც კერძო ინვესტორი ინახავდა საფეხბურთო კლუბ გაგრას და დღესაც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და ზუსტად კერძო ინვესტორებზე არის დამოკიდებული ქართული ფეხბურთის გადარჩენა. რაც შეეხება წესდებაში ცვლილებებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს ყველა რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციაში მოაწესრიგოს წესდებები და იყოს ერთიანი იურიდიული ბაზა, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება უკვე ვილაპარაკოთ სხვა თემებზე და განვითარდეს რეგიონებში ფეხბურთი. კონფერენციაზე საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებმა ბიუჯეტის სიმცირის გამო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახაბერ ჭუმბურიძემ დამსწრე საზოგადოებას ახალი ხელმძღვანელობის ხედვა გააცნო და რეგიონალური ფეხბურთის წარმომადგენლებს დახმარებას დაპირდა. როდესაც შეიქმნა ცხუმი და მე მისი პირველი საპატიო პრეზიდენტი ვიყავი, ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა ფეხბურთი, მაგრამ საოცარი სიტუაცია იყო. შევძელი ჩვენი სადღაც 10 მაქსიმუმ 15000 ლარი იყო წელიწადში და ვინახავდით რამოდენიმე ტრენერს და რა თქმა უნდა ბიჭები უფასოდ თამაშობდნენ, მაგრამ მე მგონი 30 ბავშვი მოგლიჯო ქუჩას და აყენოს სწორ გზაზე, ეს უკვე დიდი საქმეა და 15 კი არა, 1.5 მილიონიც მე მგონი ცოტა იქნება ამისთვის და მადლობა იმ ხალხს, ვინც ხარში ედგა ცხუმს. და სულ იყო კონტროლის პალატა იყო, მაგრამ ამ დროს სპარტაკ ცხინვალს, მე ახლა ამას იმით ნიშის მოგებით ვალაპარაკობ, 180.000 ქონდა. დღეს მილიონი აქვს ფეხბურთის შენახვაზე და აფხაზეთი რატომღაც ყოველთვის რჩებოდა ამ კუთხით განზე. და აი ვერ შევძელით ალბათ იმ დონეზე გაგვეკეთებინა ესაც გვინდოდა. რამოდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო დააფინანსებს ერთნაირად უმაღლესი ლიგის კლუბებს, ერთნაირად პირველი ლიგის კლუბებს და ერთნაირად მეორე ლიგის კლუბებს. სუბსიდირება იქნება ბავშვთა ფეხბურთში და ის სკოლებს მიენიჭება კატეგორიები
და კატეგორიების მიხედვით იქნება დაყოფილი სკოლები. თუ ვინ როგორ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებას, რასაც ფეხბურთის ფედერაცია წაუყენებს მათ. და ამის შემდეგ უკვე ბავშვებს დააფინანსებს და აი ესეც იქნება უდიდესი გადადგმული ნაბიჯი. ფეხბურთის ფედერაციების რეგიონალურს მიეცემათ თანხები, მაგრამ მიეცემათ იმის შემდეგ, რაც სწორი მენეჯმენტი იქნება, გაიმართება, სისტემა შეიქმნება, ასევე იქნება თანხა, რომელსაც მოიზიდავს კერძო ინვესტორი. იქნება რაღაც განსაზღვრული ნიშანი და იმ თანხის ოდენობის ერთმაკს კიდე დაუმატებს მთავრობა. ანუ რასაც შენ იმუშავებ, რასაც შენი მენეჯერობრივი ნიჭი გამოიჩენ, ან ფეხბურთელის ტრანსფერს გააკეთებ, ხო? კიდე გაძლევს ეს ფონდი ფულს. ეს ფონდი შეიქმნება ცალკე, არავითარ შეხება არ ექნება ფეხბურთის ფედერაციასთან, ამას ექნება მაკონტროლებლები, ძალიან მკაცრი სისტემა შეიქმნება კონტროლის მექანიზმის და ბუნებრივი გადარჩევა მოხდება, ზუსტად ის მენეჯერები დარჩებიან, ის გუნდები დარჩებიან, ვინც ამას ალღოს აუღებენ და საქმეს გააკეთებენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბეია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები და სხვა მოწვეული სტუმრები. კვირის თემა ნატოს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის მორიგი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ექსპერტთა შეფასებები. მოუწოდებთ რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამით მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. We have just had a good meeting of the NATO Georgia Commission. მნიშვნელოვანი შეხვედრა მოეწყო ნატოსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. საქართველო ნატოს უახლოვდება თავისი რეფორმებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში დიდი წვლილი შეტანის წყალობით. ნატო კი ეხმარება საქართველოს დაუახლოვდეს ალიანსის წევრებს. დღეისათვის ჩვენ შეგვიძლია ერთობლივ მიღწევებზე ვისაუბროთ. არსებული სამოკავშირეო პაკეტი გვაძლევს შესაძლებლობას დავიცვათ საქართველო და ამასთან საქართველომ ითანამშრომლოს ნატოს სამხედრო ძალებთან. მაისში გაიხსნება ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელიც ქართულ ასეულს მოამზადებს. ჩვენ ასევე ვიკვლევთ და ვეძებთ ახალ პრაქტიკულ გზებს, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ძალისხმევა. საქართველოს შესამჩნევად ამბიციურ რეფორმებს ატარებს. დღეისათვის თანამეგობრობა აფასებს საქართველოს სწრაფვას დემოკრატიის ინსტიტუტების გაძლიერებაში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ეს ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან დაიხიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ნაწილი. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სფეროს შენებაში. მხარს ვუჭერთ საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ამასთან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ქართველი ექსპერტები ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე ნატო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე. რატომ ამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქნება წვრთნების თემა შავი ზღვის ტერიტორიაზე თუ სამხედრო ტექნიკის განლაგება რუსეთის მომიჯნავე ქვეყნებში პოლონეთი დამოყოლებული, ბულგარეთი დამთავრებული და დღითი დღე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ დასავლეთის, რუსეთ ამერიკის, რუსეთ ნატოს შეხვედრები ინტენსიური ხდება, ისინი დიალოგის რეჟიმში, საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში განიხილავენ. იქ სირიის ურთიერთობებს, უკრაინაში არსებულ სიტუაციებს ურთიერთობა მთლიანობაში სამხედრო კუთხით იძაბება სახეზე უკვე და ბუნებრივია ამ კონტექსტში ნატო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში დე-ფაქტო არსებულ სიტუაციაზე რუსეთი არის ოკუპანტი, მას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20% და მან ისე უნდა გადახედოს ამ თავის ოკუპაციის საკითხს, როგორც უკრაინაში უნდა გადახედოს გარკვეული რეგიონების განთავისუფლებას. ბუნებრივია აქედან გამომდინარე მისი გენერალური მდივნის ყველა განცხადება მართულია იქიდან, რომ კიდევ ერთხელ რუსეთს პოლიტიკური და დიპლომატიური ენით მოუწოდოს იქიდან, რომ რუსეთმა ხელი აიღოს მის იმპერიულ ამბიციებზე. რუსეთისადმი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწოდებამ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთიც შეაშფოთა. საქართველოს ნატოში შესვლა აფხაზეთისთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს, განაცხადა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ. საქართველოსთვის ნატოში შესვლა ეს კარგი შესაძლებლობაა დასავლეთის მხარდაჭერით და მისი კოლოსალური შესაძლებლობების გამოყენებით აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და თავის შემადგენლობაში დაიბრუნოს აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, შეშფოთებულია კილბა. ამ გადაწყვეტილების გადახედვა შესაძლებლად არ მიგვაჩნია და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ რუსეთი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს, რომელიც გამტკიცებულია აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხალხების ნების გამოვლენით. განაცხადა კილბამ და აქვე დასძინა, რომ გამომდინარე რეალიებიდან აფხაზეთისთვის დამატებით დაცვის გარანტად იქცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ნატოს მიერ საქართველოს პირველი ასეულის მომზადება კილბას თქმით იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, რომ ნატო ამოცანად ისახავს საქართველოს ყოველმხრივ მომზადებას ალიანსში შესასვლელად. ნატოს მაღალჩინოსნები თბილისს პირდებიან, რომ უახლოეს ხანებში საქართველო ამ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება, მაგრამ მსგავსი საუბრების სინამდვილეში მიზნად ისახავს დიდი ხნის ნანატრი მოვლენის ასრულების შესახებ მხოლოდ რწმენის აღორძინებას, აღნიშნავს მუჰამედ კილბა. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეც ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას და აღნიშნავს, რომ იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა მისასალმებელია და მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს მოუწევს დასავლეთთან ჩვენთვის სასარგებლო კომპრომისებზე წასვლა. პირველად არ ვთქვამთ, როგორც ჩვენ ვიცით, და მისი გამეორება ნიშნავს იმას, რომ ეს პოზიცია არ გადაიხედება არასოდეს. ხაზებისგან ესეთ გაღიზიანებულ ცოტა ისტერიული რეაქცია გამოწვეული იმით, რომ ისინი ხვდებიან, რომ რუსეთი არის სუსტი, რუსეთი არის იზოლაციაში და რაც მოხდა ეს მათ არ აწყობთ არანაირად და შეიძლება გამოსავალზე ფიქრობენ კიდევაც, ვერ გეტყვით, მათი ესე თქვა მათ ნაცვლად კომენტარებს ვერ გავაკეთებ არანაირად. რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ალბათ პირდაპირ კავშირში არის ჩვენ ნატოში გაწევრიანებასთან და ეს პირდაპირ კავშირში იმასთან რა მოხდება რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში. რუსეთს ამ სახით მომავალი ალბათ არ აქვს, მისი ეკონომიკა კრიზისშია, ძალიან სერიოზული კრიზისშია, მსგავსებად არ ქონია მას 98 წლის შემდეგ, მაშინაც კი ალბათ არ იყო ესეთი მსგავსი კრიზისი. ეს ერთი, იგი ომება უკრაინას და მას უსადებს სანქციები. ასეთი სიტუაციაში წარმოუდგენელია მან დიდხანს გასტანოს. ორი გზა არის, ან ეს ქვეყანა ძალიან დასუსტდება, ან ქვეყანა შეეცდება გამოძებნოს დასავლეთთან საერთო ენა ისევ კომპრომისის გზით და კომპრომისი იქნება მისი მხრიდან სწორედ ის, რომ თქვას ვარი ბოლოს და ბოლოს იმაზე, რაც მას არ ეკუთვნის. ეს არის ორი გზა, სხვა მას არ გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ 2-3 წელიწადში ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ ცვლილებებს რუსეთის შიგნით. ეს გამოწვეულია არ მხოლოდ ფაქტორებით, რომელზეც უკვე ახლა ვისაუბრე, არამედ იმითაც, რომ თვითონ შიგნით პოლიტიკური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური, ეს დგას ერთ კაცზე და ერთ კაცს არასოდეს არ იცი რა შეიძლება დაემართოს, რა შეიძლება მას დამართონ. ეს არის ძალიან ძიმე გამოწვევა მათთვის ალბათ.
აფხაზური მხარე აცხადებს იმასაც, რომ საქართველოს შუა ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობაზეც, რადგან 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ სწორედ რუსეთმა მოახდინა ზეგავლენა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და განუსაზღვრელი დროით გადადის მისთვის ნატოს წევრობის მოქმედი გეგმის მიცემა, აღნიშნავს მუჰამედ კილბა. რუსი ექსპერტებიც ეხმაურებიან ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას და მის მიერ დაანონსებულ სამხედრო წვრთნებს თბილისში. ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის სასწავლო ცენტრის თბილისში გახსნა თბილისსა და მოსკოვს შორის არამარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ურთიერთობებზეც აისახება. რუსის სამხედრო ექსპერტი იგორ კოროჩენკო მიიჩნევს, რომ ნატოს ამ პროვოკაციის გამო რუსეთის საქართველოსთან მიმართებაში ეკონომიკურ ბერკეტებსაც აამოქმედებს. ამ ხარდაჭერის მიუხედავად საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს, წერს სამხედრო ექსპერტი. ქვეყანას, რომელსაც მეზობელ სახელმწიფოებთან, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, ნატოში შესვლის არანაირი შანსი არ გააჩნია. რუსეთის პოზიცია ისაა, რომ არასდროს არ უნდა გახდეს საქართველოს ნატოს წევრი, მტკიცედ აცხადებს რუსული მხარე. თან ეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციაცაა, გვახსენებს კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტი. საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მტრულ ნაბიჯს. ქართველი ექსპერტების აზრით კი ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ გაწყობს საქართველოსთანაც ეკონომიკური ურთიერთობების გამწვავება. რუსეთთან მიმართებაში ყურადსაღები და პრინციპული განცხადება გააკეთა უკრაინაში ვიზიტის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ. რუსეთის პოლიტიკის ახალი კონცეფცია ეს არის ექსტრემიზმისა და აგრესიის გაგრძელება, განაცხადა მან უკრაინაში მის კოლეგასთან არსენ იაცენიუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი აზრით რუსეთმა ხელყო საქართველოს, უკრაინისა და სირიის სუვერენიტეტიც. უფრო მეტიც, ახლა უკვე საშიშროების წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობაცაა. მოსკოვის აგრესიისა და ექსპანსიის პოლიტიკა, რომელიც დაიწყო აფხაზეთიდან, ახლა ყირიმშიც გრძელდება. ამჟამად კი სამი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის მიერაა დარღვეული, განაცხადა აჰმედ დავუთოღლუმ. გარდა ამისა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ცალსახად ბრალი დასდო რუსეთს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. მისი აზრით, რუსეთი პასუხისმგებელია იმ მიგრაციულ კრიზისზე, რომელმაც მოიცვა მთელი ევროპა და იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. ამ განცხადებების მიღმა რუსეთი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კედელი ააშენოს წყალგამყოფი სადემარკაციო ხაზი ენგურზე და აქეთ გორის რაიონში ცხინვალის მარტივად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ თავის დასავლური მისწრებები და ის უნდა გახდეს უახლეს ხანაში ნატოს წევრი. კიდევ ერთი ფაქტი მე ვფიქრობ, დასავლეთისთვის მართლაც ხაზზე უცხადასია, რომ საქართველოს უახლეს ხანებში უნდა გახდეს ნატოს წევრი. რუსეთისთვის რაღაც ლიბერალურ დათმობებს აზრი არ აქვს, არც რუსულს უთმობენ, ისე როგორც არ აქვს აზრი რუსეთის ხათრით უარი უთხრენ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი. წარმატებული ქალბატონი აფხაზეთიდან მარინა გელანტია ჩვენ სიუჟეტში. მარინა გელანტია ხუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ასეთი დიდი კლინიკის, ასეთი მრავალპროფილური კლინიკის, 800 ადამიანამდე მუშაობს კლინიკაში, ასეთ კლინიკაში მუშაობა დამერწმუნებით ადვილი ნამდვილად არ არის. თბილისში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ამის შემდეგ სოხუმის რკინიგზის ავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე გახდით სამკურნალო დარგში. ერთი პერიოდი რესპუბლიკურ ავადმყოფოშიც მომიწია მუშაობა. და ბოლო პერიოდი, ანუ ომის დაწყების დროს მე ვიყავი სამკურნალო დარგში მოადგილე მთავარი ექიმის რკინიგზის ავადმყოფოში. გადმოსვლის შემდეგ ეს იყო რაღაც შოკი ჩვენ ცხოვრებაში და ეს ემოცია მინდოდა რაღაცაში დამეხარჯა. და ეს დახარჯვა იყო ჩემი შვილების სკოლა, თუ კი რამე წრე არსებობდა, დაწყებული ფიგურული სრიალიდან ჭადრაკი, სიმღერა, ცეკვა, თუ კი რამე არსებობდა წრე, ყველგან დამყავდა ბავშვები და ამან გადამატანია თითქოს ეს ტრაგედია, ამან გადამატანია ეს ცარიელი ყოფნა ამ ქვეყანაზე.
2012 წლიდან ვმუშაობ გუდუშაურის კლინიკაში. მანამდე ვმუშაობდი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელად აფხაზეთის სტრუქტურაში და ვარ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მაიორიც. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იწყება იმითი, რომ კონფერენციის შემდეგ რეგისტრაციის ჟურნალს გადავავლებ თვალს. ეს არის სტაციონარში შემოსული პაციენტების ჩამონათვალი. ანუ დღის განმავლობაში ვინ შემოვიდა კლინიკაში, ეს ამბულატორიული პაციენტიც და სტაციონარული პაციენტი მათ შორის. ეხლა შევდივართ ამ პალატაში, ხო? ჩემი ვიზიტი პაციენტებთან არის ყოველდღიური. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს კლინიკაში მოიხსენებათ მრავალპროფილურია და მარტო 10 კლინიკური განყოფილება გვაქვს ძალიან ძლიერი რეანიმაციული განყოფილებით და იცით რომ რეანიმაციულ განყოფილებაში და ზოგადად განყოფილებებში შეზღუდულია ახლობლების ვიზიტი. ამდენად მე წარმოვიდგენ ხოლმე თავს მათ მდგომარეობაში. ყოველი წუთის ამბავი აინტერესებთ, მაგრამ ეს ხო შეუძლებელია, ექიმი ასეთ ყოველ წუთს ვერ გადასცემს პაციენტის ახლობელს პაციენტის მდგომარეობის შესახებ და ამ დროს ჭირდებათ სწორედ ამ პაციენტის ახლობლებს თანადგომა, დამშვიდება და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ყველა მომართული ვართ, ყველა მზადა ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ. კლინიკის ადმინისტრაციის დამფუძნებლის და თითოეული ჩვენი მედპერსონალის სურვილია, რომ ჩვენგან გაწერილი პაციენტი გაეწეროს კმაყოფილი. თუმცა იცით რა არის, ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, იმიტომ რომ უმძიმესი კონტინგენტი ხდება ჩვენს კლინიკაში. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებებით ხვდებიან ჩვენს კლინიკაში და ბუნებრივია, რომ აქ გამოსავალიც ცუდი აქვს. ჩვენც უძლურები ვართ და თითოეული ასეთი შემთხვევა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. რთულია მუშაობა ჩვენს დარგში, ბევრი მიზეზის გამო ახლა ამაზე შორს არ წავალ. და ამ სირთულეში არის ერთი განსაკუთრებულად კიდევ რთული უბანი, რომელსაც ქვია პაციენტებთან ურთიერთობა, პაციენტების ოჯახებთან, მათ ახლობლებთან ურთიერთობა. აი ეს რთული მისია აკისრია ქალბატონ მარინას პირველ რიგში იმ ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, რომელიც ასეთი დიდი კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სამსახურებრივ ვალდებულებებში შედის. კლინიკაში შემოსულ ყველა პაციენტს, ვისაც ექნება ბედნიერება ქალბატონ მარინა გელანტიასთან ურთიერთობის, კლინიკიდან მიდის უდიდესი მადლობებით მის მიმართ და მერეც აგრძელებს ამ ურთიერთობას. ანუ ამის დასტური არის გუდუშაურის კლინიკაში მოსული უამრავი წერილი, პრესის საშუალებით გამოქვეყნებული მადლობები მის სოციალურ გვერდებზე, პაციენტების მადლობების მთელი კასკადი. ამ კლინიკაში არის მრავალი პროფილი, თუ კი რამე არსებობს. არაჩვეულებრივი და უძლიერესი რეანიმაციული განყოფილება. ამიერკავკასიაში პირველი პერინატალური ცენტრი, რომელიც შედგება ნეონატოლოგიური და სამიანო გინეკოლოგიური განყოფილებისგან. შინაგანი მედიცინის განყოფილება, ფსიქიატრიული განყოფილება, ტრავმატოლოგიური, ზოგადი ქირურგიის განყოფილება სხვადასხვა პროფილებით. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ძალიან ბევრია ბოლო პერიოდში აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები. 10-ეულობით პაციენტია, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად აი თქვენ სანამ შემოგწანდებოდით, მანამდეაც იყო ერთი აფხაზი ახალგაზრდა ყმაწვილი შემოსული, რომელსაც მოვლილი აქვს მთელი რუსეთის სხვადასხვა ქალაქები, აფხაზეთის ტერიტორიაზეც მრავალი სამედიცინო დაწესებულება აქვს მოვლილი, მაგრამ სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, წამოვიდა გუდუშაურის კლინიკაში. გასულ წელს თითქმის მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ასეთი ტიპის პაციენტების მკურნალობისთვის. ეს რაოდენობრივი მატება ასეთი ტიპის პაციენტების ალბათ ჩვენგან გაწერილი კმაყოფილი პაციენტების დამსახურებაა. აფხაზეთის მთავრობამ გასულ წელს გუდუშაურის ეროვნულ ცენტრთან დადო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კლინიკამ აიღო თავის თავზე ვალდებულება გაუწიოს ჩვენი შუამდგომლობით კლინიკაში გადამისამართებულ ყველა პაციენტს პატრონაჟი და ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, მეთვალყურეობა. და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, კოორდინირებას უწევს ქალბატონი მარინა გელანტია,
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ უმშვენიერეს ქალბატონს მინდა ყველაფრისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავხადო. მას აქვს ძალიან დიდი მისია თავის თავზე აღებული, არ იქნება ალბათ გადაჭარბებული და ამბიციური განაცხადი ჩემი მხრიდან თუ შევაფასებ მის საქმიანობას როგორც სახალხო დიპლომატიის, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს. მას პირდაპირ კომუნიკაცია აქვს ჩვენს პაციენტებთან, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან მოგეხსენებათ ჩვენ პატრონას ვუწევთ არა მხოლოდ დევნილ მოსახლეობას და ოკუპირებული დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ენგურს გაღმა ეთნიკურად აფხაზ ბენეფიციარებსაც და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ერთად კროსვორდებს ვავსებთ და რაღაცებს ვაკეთებთ და განსხვავებებს პოულობს და პაზიტივით ვნიშნავთ. პირველად ვიღებ ინტერვიუს, ძალიან მომწონს. ძალიან სიამოვნეს ამასთან სეირნობა და დროს ტარება. ბარშიც, ახშიც. ერთადერთი საშუალება და ძალიან კარგი საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ რომ ვერ ვახერხებ დროზე მოსვლა სამსახურიდან, აი გვიშლის ხოლმე და მიბრაზდებათ იქ ამის გამო, რომ ჩვენი შეხვედრა ყოველთვის რაღაცა გადაიდო ხოლმე. ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიხარული. დავამდი ხარ. ხო, მოდი შევიდე. გენახავთ პროგრამში. ჩემი ოჯახი ჩემი ნაცაყუდარია. მე მართლა მომეჩქარება ოჯახისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიან მიწევს სამსახურიდან გამოსვლა და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი ხელი ოჯახს არ დააკლდეს. დღესასწაულების შეხვედრა ძირითადად ჩვენი ერთად ყოფნის, ასე ვთქვათ, მომენტი, იმიტომ რომ დატვირთვიდან გამომდინარე ზოგი გვიან მოდის, ზოგი ადრე, მე გვიან, ასე რომ ძირითადად უფრო დღესასწაულებზე გვიწევს ხოლმე ერთად შეხვედრა, სამუშაო დღესდღეობით, რასაც მე ვასრულებ, საკმაოდ შრომატევადია, საკმაოდ ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ფაქტიურად შაბათი კვირა არ არსებობს და ძალიან გვიან მიწევს სამსახურიდან მოსვლა სახლში, მაგრამ ვახერხებთ რაღაც გარკვეულწილად, ოჯახიც გვერდში მიდგას, მე წილად ვთაბედნიერება, ბატონი ვაჟა კეკელიას ოჯახში მომიწია ცხოვრება. ბატონი ვაჟა მოგეხსენებათ არა მარტო აფხაზეთში, საქართველოში ცნობილი პიროვნება იყო და ერთი სიამოვნება იყო მის ოჯახში და მის გვერდით ცხოვრება. სიყვარულით შექმნილი ოჯახი, მე გაშთიან შვილები, ჩვენი ასე ვთქვათ, გამოცდა ურთიერთგამოცდა დაიწყო უკვე აქეთ, როცა იზოლებით გადმოვედით თბილისში. იმიტომ რომ პრაქტიკულად ადამიანებს ოჯახს, რომელსაც ყველაფერი გაგვეშდა, ნოლის ამარა დავრჩით ყველა. ამიტომ საჭირო იყო ისევ თავიდან ყველაფრის დაწყება. და ამაში მინდა გითხრათ, რომ ალბათ მარტო მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, მარინასთან ერთად ჩვენ შევქმნით ის, რაც შევქმნით დღეს და ვართ ის, რაც ვართ დღეს. მე მაინც წარმატებად მიმაჩნია, რომ შვილები კარგები არიან, იციან თავიანთი საქმე, არიან კარგი პროფესიონალები, მუშაობენ დღეს. პროფესიით იურისტი ვარ, დამთავრებული მაქვს იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა ამჟამად პროფესიით არ მუშაობ. მუშაობ კავშირი გაბოლობის სფეროში, ძალიან თბილი ოჯახი მყავს. სტუმართ მოყვარე, ძალიან ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. მეგობრებიც, ნათესავებიც და ვცდილობთ რომ შევქმნას ასიამოვნო გარემო და სიამოვნებს როცა მშობლებზე მეუბნებიან კარგს და არც თუ ისე იშვიათად ხდება, იგივე პროფესიიდან გამომდინარე ალბათ ხდება ეხმარება, ხო, ექიმი არის და ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებს და ის ადამიანები, ვისთანაც ეს გამოდის, შემდეგ უკვე მადლიერებას გამოხატავენ, ცდილობენ რომ ასე ვთქვათ, მადლობა გადაგვიხადონ ყველას. მახსოვს სახლი კარგად, ამაში გვეხმარება ის ფოტოებიც, მეხსიერების აღდგენაში, ვიდეო მასალაც, რომელიც არის არსებობს ოჯახში, ოჯახური ვიდეოები. დავიბადე სოხუმში, ვარ 26 წლის. ადრე შევქმნი ოჯახი, თუ შეიძლება ესე ითქვას, 19 წლისა. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარები იყვნენ, როცა აფხაზეთიდან ჩვენ გადმოვედით, ბაღის დონეზე, ბაღი და სკოლა არ დამთავრეს.
ჩვენ შევძელით ის რომ ესეც არის აქვს ვილი მარინასი ის სიყვარული აფხაზეთის სიყვარული ჩაგვენერგებინა მათში და იმ რწმენით რომ დღეს მათ უნდათ აფხაზეთში დაბრუნება ეს იქნება და ჩვენი შვილები მივლენ იქ სადაც ჩვენ ვიყავით ცხოვრობდით ხარობდით ჩვენ ვერასდროს ვერ შევეგუებით იმას მიუხედავად იმისა რაც არ უნდა კარგად ვიცხოვროთ რაც არ უნდა კარგი სამსახურები გქონდეს აქ ჩვენი აზრი იქით არის მიმართული და ჩვენ დავბრუნდებით ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა აფხაზეთში დაბრუნება და ჩემმა შვილებმა ნახონ იმ ბუნების სილამაზე, იმ ჩვენი კერიის სიმოდაბადეს სილამაზე, რომელიც მართლა განუმეორებელია. ბავშვებს არც ახსოვთ თითქმის ჩვენი ეზოკარი, ჩვენი აფხაზეთი და მართლა ვინადრებდი რომ დაბრუნებულიყავით და ბავშვებს ეგრძნოთ ის სიამოვნება და ის სილამაზე, რასაც ჩვენ განვიცდით უფროსები. მიამბე აფხაზეთზე. რუბრიკის სტუმარია მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. პირველი ფილმი იყო მაცხვიტია. მაცხვიტია აფხაზეთშია ძალიან ბევრი გადაღებული მთელი ჩემი სცენები და იქ ვიყავი 12 წლის 13 წლის. გამარჯობა. ბებია სადა? აფხაზში დამიდრე ავადა. მოხრები ხომ? ნანა არ დაგავიწყდა დანაპირი შენი თავი ალბათ მერტმა გამომიგზავნა ღვთის გულისათვის ამბიც მინიხე ჩემს მახსოვს როგორ ცხოვრობდი მინტურისში და როგორ მიკვირდა რომ სად მოვხდი არც ვიცოდი სად ავარ როგორ ავარ ვოცნებობდით მაშინ ყველანი საზღვარგარეთ მოხვედრილიყავით აი ჩვენთვის საზღვარგარეთი ასოცირდებოდა ინტურისტთან კაფესთან პალმებთან ყავასთან არაჩვეულებრივი ადგილია მართლა ხვდით დასმული ერთ პერიოდი, როცა გოგი ქავთარაძე მუშაობდა სოხუმის თეატრში, მახსოვს, იმდანაც მიყვარდა ეს ქალაქი, მეთქარი, ახალგაზრდა ვიყავი ძალიან, მინდოდა თეატრში გადასვლა მაგასთან. ოცნება მქონდა ეს. აზრი გამიჩნდა ერთხელ. სადმა წავედი და მეთქი სოხუმში. უამრავი აფხაზი და არა მარტო აფხაზი მეგობარი მყავს მაგაცი, არც ვიცი, ახლა ბევრნი ალბათ არც არიან ამ ქვეყნად. ნუ რაც თავარია ის თემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია უსირებს ჩვენს გარშემო აზრებს, იკავებს და გრძნობებს. გვიფორიაქებს ეს რა თქმა უნდა ომია. ეს ომიც რაღაცა ერთხელ შევხვდი მოსკოვში ერთ აფხაზ ბიჭს მიფრინავდა პოლონეთში და მაინტერესებსო შენთან საუბარიო და რა აზრის ახარო ამ ჩვენ ომზე. ну მე რუსულად მელაპარაკებდა. მოთხარი ну нас взяли и подставили. მოთხარი. И вас, и нас, и всех подставили. ჯიგარი ხარ, მაგრამ მაგოცარა ზავი. ვიღაცას რაღაცას თავის გეგმები აქვს, უკვე ყველაფერი წინასწარ რო არის მოფიქრებული, ჩაწყობილი, მოწყობილი და ჩვენ ვეწირებით ამას. მე მამაჩემს რო. მამა, კარგი რა ხათრონა რა ასეთ არ შეიძლება. ცოტა ამოასუნთქე მამაშენ.
სულ мама და мама. პატარა ხომ აღარა? ხო, კარგი თქვა. როცა ყავდა ნუ შეცნობილია სურათი იქ ვიღებდით. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით ახალგაზრდები მოგეხსენებათ თავისუფლება ქონდა შედარებით და ცხოვრობდით ახალ გახსნილ სახლში კინემატოგრაფისტ და ჟურნალისტთა სახლში. იქ ცხოვრობდით, იქ მუშაობდით, იქ ვისვენებდით, იქ ძალიან გადასარევი დრო მახსოვს. თავის დოდო აბაშიძით და თავის ქალბატონი ლანა ღობერიძის თავოსნობით, რაც არაჩვეულებრივი დრო იყო. ამას მე დავამთავრებ. შენ ნარდი ეთამაშე ძიავად. მე ეგეც ვიცი ნარდი როც უნდა ვითამაშო. რაღაცა ის შეზღუდულება რაც იყო საერთოდ იმ დროს ჩვენ ვერ ვგზნობდით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვეფერებოდნენ და ეს კი არა ჟავანაძე ჩამოვიდა მახსოვს დასათვალიერებლად, მარტო გადასარევი დირექტორი ყავდა. ქალბატონი იყო არაჩვეულებრივი და მახსოვს რაღაც ბანკოს თამაშობდით რაღაც და უცბად აბა ბავშვებო იცანით, მოვტრიალდით, ხედავთ ცოცხალი მჟავა ვასილ პავლოვიჩი, მახსოვს. გრძელი თმები ქონდა და სულ რა იყო ფრანგები ხარ თქვენ, რატო ფრანგები არ ვიცი, მაგრამ ესეთი ბევრი საოცარი მოგონება მაქვს და ნუ ადგილია ისეთი ამის ახსნა განმარტება, ვინც ეს არის ის მაინც ვერ გაიგებს და ვინც ის უბრალოდ კარგად გაახსენდება. ძალიან დიდი ტკივილია, დიდი სიყვარულია და ძალიან დიდი იმედებიც არის. თუ გადაღება არ იყო, რა თქმა უნდა, პლაჟზე ვიყავით. თუ გადაღებები ქონდა, რიცის ტბაზე ვიყავით. ეს რა არის კიდე რა საოცრება, ეს რიცა. ჩვენ მაინდა-მაინც ესე დიდი მოყვარულები მაშინ არ ვიყავით, კი, ჩვენც ვქეიფობდით, მაგრამ უფრო დოდო აბაშიძე თავის ამ ძმაკაცებთან ერთად და ჩვენ ზოგჯერ გავერეოდით ამას. არაჩვეულებრივი ჯერ სუნი მახსოვს, ისეთი სუნი იყო რაღაც სპეციფიური არაჩვეულებრივი. ეს იყო როგორც ყველა ჩვენ კუთხეს, გურიას, იმერეთს, რაჭას, სვანეთს, კახეთს აქვს რაღაცა ქართლს თავისი განუმეორებელი ხიბლი და იმ სტუმართმოყვარეობის ფორმა სხვადასხვანაირი, ასევე იყო არაჩვეულებრივი მახსოვს სოხუმთან ბიჯექით რაღაც უზარმაზარ ხის ძირას, არც მახსოვს რისი ხე იყო ეს, მაგრამ მახსოვს რომ რაღაც სახლის ხელა იყო ეს ხე და იმის ქვეშ ვქეიფობდით. მოიწყო გადაღება, იყო ნამდვილი ველორბოლა და იქ უნდა გადაიღოთ სტარტი. და მე უკვე ნამდვილი სტარტი უნდა მიეცეთ და მე მახსოვს მე და ძიმა გედევანიშვილმა გადავწყვიტეთ გავყოლოდით ამას რიწაზე და რამდენი შემეძლო ვიარე, მე მოვკვდი კინაღამ და ჩამაგდეს და უყურე ნამდვილ რბოლას. რომ ველორბოლა ტელევიზიით საყურებელი მაინდა-მაინც ესეთ ეფექტური არ არის და სინამდვილეში რომ ნახეთ იქ რა ხდებოდა, როგორ იმტრეოდნენ რა. რანაირი ტემპორიტმი იყო, რანაირი რა ხდებოდა, ეს განუმეორებელი შთაბეჭდილება ეს არასოდეს არ გამოვეწოდა. აი ესეთი რაღაცა არაჩვეულებრივი დრო მახსოვს, არაჩვეულებრივი გარემო მახსოვს, ატმოსფერო მახსოვს რაღაც სხვანაირი. იქაური ხალხი ძალიან კარგი. გასტროლებზე ვიყავით სოხუმში მახსოვს. კინომსახიობთა თეატრი იყო, დონ ჟუანი, ჩვენი პატარა ქალაქი, საქმე, შუშანიკის წამება ეს მახსოვს. ეს იყო ალბათ 80-იანი წლები. და კიდევ ერთი ჩვენ უკრავდით, ვიყავით ესეთი ჯეჯილი გვერქვა, ანსამბლი იყო. გია ზგვერაძე, ნუგზარ კვაშალი, მამუკა დუმბაძე და გასტროლებზე დავდიოდით საქართველოს სხვა ქალაქებში. მახსოვს სოხუმში ტევა არ იყო, იმდენი ხალხი იყო და პირველად ვნახე მაშინ ცხენებზე პოლიციელები, მილიციონერები მაშინდელი თუ არსებობდა, არც ვიცოდი. მახსოვს თეატრის წინ მოგვცეს ბანაობის უფლება და გადაკეტეს იქ ყველაფერი და ჩვენ 4 ვითომ ბიტლსები ვიყავით. არაჩვეულებრივი მაყურებელი იყო. ძალიან დასანანია რა ასე წყდება, როცა წყდება რაღაცა ძალიან დასანანია. რაც შეეხება წარმოდგენას თუ როგორ შეიძლება აღდგეს ეს ურთიერთობები.
მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიას, ხელოვნებას ამ შემთხვევაში თუნდაც. ახლა გამოვიდა ესეთი ორი ფირფიტა აკაკი წერეთლის გამზდელი. სადაც მე ქართულად ვკითხულობ და ერთი ბიჭი კითხულობს აფხაზურად. მე როგორც ვიცი, იყო იქ პრემიერა და კმაყოფილები დარჩნენ და ძალიან აი ასეთი პატარ-პატარა რაღაცეებისგან შეიძლება შეგროვდეს დიდი გაკეთდეს, დიდი მთა, რომელიც მე თავისუფლებას მოუტანს ყველას და ამ დაძაბულობას მოხსნის. მინდა ჩემ ძმებს და დებს უბრალოდ გავახსენო ის, რომ მიუხედავად აი ესეთი საშინელებების, რაც მოგვივიდა, არაფერი არ შეცვლა და მე ისე მიყვარხართ, მე ისე ენატრებით და ისე მინდა თქვენთან ჩამოსვლა და ისე მინდა რომ თქვენ ჩამოვგზავნოთ ჩვენთან და საერთოდ ამ თემაზე საუბარი რაღაცა უხერხულადაც კი მიმაჩნია. ძალიან მიყვარხართ ყველა. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.